მოგესალმებით, მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. დღევანდელი გაშლა იქნება პიროვნებებზე, რომლებსაც ყავთ მესამე პირი ურთიერთობაში. რადგან YouTube-ზე კომენტარებში იყო ასეთი თხოვნა დაწერილი და მე ყოველთვის ვითვალისწინებ ჩემი გამომწერების თხოვნას. გავიგოთ თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, რა ურთიერთობა აქვს მესამე პირთან. მეგობრებო, რა საინტერესოა. არ ვიცი ახლა ეს მესამე პირი ვინ არის, მისი ოჯახის წევრი, ან ოჯახი ქონდათ ერთად. მოკლედ აქვთ როგორი მდგომარეობა, იცით? აი, ქონდათ უბრალოდ ძალიან კარგი სტაბილური სიტუაცია, მაგრამ ძალიან ერთფეროვანი. ერთ წრეზე მოტრიალე სიტუაციები ქონდათ თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას და მას, თუმცა ვერ ვიტყვი რომ რთული, ძალიან კარგად გრძნობდნენ ორივე თავს, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდა რაღაცა ზუსტად აი ამ მათ შემთხვევაშიც მესამე პირების გამო. კარგი. თქვენმა ჩაფიქრებულმა პიროვნებამ, როგორც ჩანს, ძალიან დიდი შანსები და ბევრი შანსი მისცა იმ პიროვნებას, მაგრამ მაინც გულგატეხილი დარჩა. აი რაღაცა ესეთი სიტუაცია აქვს ახლა მას, აი ამ მესამე პირთან. კარგი, კიდევ რა ურთიერთობა აქვს ეხლა თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას მესამე ადამიანთან? არც მეგობრებო, რადგან ამ კითხვას ვამთ, სავარაუდოდ თქვენ ერთად არ ხართ და მათ შორის, სხვათა შორის ხდება რაღაცა სიახლეები, მოქმედებები, ანუ ეს დასრულება, რაღაცა აი წეგანაც როგორც ვთქვი, რომ ერთ წრეზე ტრიალებენ და ბევრჯერ მოხდა ერთი და იგივე და ბევრი შანსი მისცა. როგორც ჩანს, კიდევ მისცა ამ ადამიანმა შანსი, არ ვიცი. მოკლედ, მათი ურთიერთობა რაღაცნაირად ბალანსდება თითქოს და ცდილობენ რაღაცა აწყონ, რაღაცა კარგი, რადგან გრძნობენ ერთმანეთში, რომ თითქოს აი ძალიან იზიდავენ ერთმანეთს ენერგეტიკულად, ძალიან დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან, ძალიან ისეთი ვნებაც აქვთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კვერთხებია და რაღაცა, აბა ვნახოთ კიდევ რა ურთიერთობა აქვთ. ხო, მეგობრებო, ეს ადამიანი, ეს მესამე პირი თუ იყო თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების მეუღლე, ეს ყველაფერი თითქოს ისევ ლაგდება მათ შორის, აი ძალიან დაბლოკირები იყვნენ ერთმანეთისგან,
ერთი პერიოდი ძალიან სტრესული და დეპრესიული სიტუაციები ჰქონდათ, დასრულებული იყო ყველაფერი, მაგრამ აი ეხლა რაღაცნაირად ტრანსფორმირდა სიტუაცია და იწყება თავიდან თითქოს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ის მესამე პირი ძალიან გულწრფელია ამ ადამიანთან. ვერ ვიტყვი ამას ნამდვილად, უნდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ ცოტა ტყუილებით. ცოტა არა, საკმაოდ დიდი ტყუილებით. ფიქრობს, რომ თავის სასიკეთოდ აკეთებს მოკლედ გადაწყვეტილებას, იღებს ის მესამე პიროვნება თავის სასიკეთოდ ყოველთვის, აი თვითონ როგორც აწყობს ისე. და ფიქრობს, რომ ეს არის სამართლიანი. კარგი, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რას გრძნობს იმ ადამიანის მიმართ, იმ მესამე პირის მიმართ, ნახოთ აბა. არ ვიცი, მეგობრებო, ახლა საინტერესოა. ეს ადამიანი ცოტა გაურკვევლობაშია, არ იცის რა აირჩიოს. აირჩიოს ბედნიერება თუ აირჩიოს მოლოდინის რეჟიმი, манипуляციები და ვნება და ცეცხლი, თუ აირჩიოს ბედნიერება, აი არ იცის, ნამდვილად გაურკვევლობაშია, რაღაცა არჩევანშია ეს პიროვნება, თქვენი ჩაფიქრებული. კარგი, კიდევ რას გრძნობს იმ მესამე პირის მიმართ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? კიდევ იგივე სიტუაცია. ვერ ვიტყვი, რომ არ აქვს გრძნობები, მასაც აქვს რაღაცა გრძნობები იმ ადამიანთან, მაგრამ უჭის არჩევანი უჭირს ძალიან. რაღაცა ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში და დინებას მიყვება თითქოს, აი გავიგოთ თქვენს მიმართ რას გრძნობს ეს ადამიანი მაშინ. ძალიან მეც კი დამაბნია. აი როგორც წეგამ თქვი, ამ წუთას თქვენს მიმართ ძალიან ცივ ენერგიებშია, მაგრამ ფიქრობს, რომ თქვენთან ძალიან სტაბილური ურთიერთობა ქონდა, ძალიან მყარად იყო, კარგად გრძნობდა ძალიან თავს, მაგრამ აი ეს დასრულება დეპრესიულია მისთვის, აი ძალიან სანერვიულო გახდა, თავში უამრავი აზრი უტრიალებს და ისეთი დაბნეულია ახლა ეს ადამიანი და ისეთ გაურკვევლობაში და ისეთ ეჭვებშია, ვერ გაუგია რა გზას დაადგეს, რომელი აირჩიოს თქვენ თუ ის მესამე ადამიანი. თუმცა რადგან ასეთ არჩევანშია და უჭირს არჩევანი, ანუ ადამიანი არის სრულიად გაურკვევლობაში, რადგან თქვენთანაც ძალიან კარგად იყო და ამ ადამიანის მიმართაც აქვს დადებითი გრძნობა.